და სათანადოდ. რა თქმა უნდა, კარგაუ შენიშნებს ვიღებ ლიტერატურის პირადად ჩემი განყოფილების მიმართაც. კი ბატონო, უნდა გეცდებოდეს. გავაკეთეთ სისტემატიზირებული, ბევრი რამე გავაკეთეთ, მაგრამ ამას უნდა ძალიან კამერული ხასიათი, იმიტომ რომ ქუხდა ეს მეორე მხარე. ვიწერებოდა მელაშვილის წერილი, ისა წიგნი, რაღაც აბსურდული სიუჟეტით, ეს აიტაცეს. ეს გახდა არა მარტო როგორ გითხრათ, აი ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულის, უფრო ფემინისტური ნაკადების გამოხატულება, ამათი მომხრების გამოხატულება. ეს გახდა პირდაპირ ღია რაღაცი მომხრეჭელობის, გრანტების მომხრეჭელობის არენა. მე არ ვაპარაკობ იმ ხალხზე, რომელსაც გულწრფელად ჯეროდა და რომელიც გულწრფელად შემცარია. მაგრამ აი მინდა გითხრათ, პირველივე დღიდან დღემდე სრული პასუხისმგებლობა. არც ერთ პროფესიონალს, არც ერთ სერიოზულ ლიტერატურულ მცოდნეს, რომელიც არ იყო გაბრუნული და გახსნეული იდეოლოგიურ ბრძოლებში და ის იდეოლოგიური ბრძოლები თუ გონია ვინმეს რომ ეხლა არ გრძელდება და პაულოს ვერ აპატიეს თვითმკვლელობა. წარმოგიდგენიათ? პაულოს ვერ აპატიეს აი ამ ღირსების დაცვა. დღემდეა უპატიებელია ვეხაცებისთვის. ეს და იმიტოა რომ ტრიალებს პაულოს სახელი. იმიტომ უნდა ჯავახიშვილი მილიონჯერ გასვარდნო მიუხედავად იმისა რომ ასეთ მძიმე დასასრული ჰქონდა და აღსასრული. ვერ პატიობენ იმას რომ ხალხმა თავიანთი სისხლით გამოისყიდა თავისი ეპოქა მართლა, თავისი კოლეგები. ვაჟკაცი ყოფილაო, ხო თქვა ჯავახიშვილმა. არაერთი რაზე არის ლაპარაკი? ჩემთვის ძალიან ვერიდებოდი დღეს გამოსას, იმიტომ რომ პირველი დღიდანვე ეს იყო ჩემთვის რაღაც საშინელი აღშფოთების ისა ობიექტი. აი ეს მთელი ეს პოლემიკა და ყველაფერი და ფიქრობ რომ ზედმეტი ბრალდებები არავის არ უნდა ავკიდოთ. ფიქრობ რომ ჯავახიშვილი იმ დროს მოიცვა ეპატაჟმა და თვის გამოჩენის სურვილმა, მაპატიო ყველა მისმა მეგობარმა, ასე იყო გიორგი ჯავახიშვილი. შემდეგ ამას ხელი შეუშალა რაღაც მეგობრულმა და რაღაც უხერხულობამ, როგორც ვიცით ჩვენ და შემდეგ ეს აიტაცა ძალიან ძლავრმა იდეოლოგიურმა ინსტიტუციებმა და გაატარეს ეს ყველაფერი ასე. ყველაზე ღირებული იქნება, არანაკლებ ღირებული, რა თქმა უნდა, არა მეტად ღირებული ვიდრე ეს წიგნია. დიდი მადლობა ამ წიგნისთვის, მაგრამ აი ჰამბურგი ახსენეთ, მე ეს არ ვიცოდი, რომ იქ ბიბლიოთეკაში ეს დევს აი იმ სახით, რომელიც ჩვენ არ გვინდა და რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. გაიგზავნოს კულტურის სამინისტროს, ლიტერატურის ინსტიტუტის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით საერთო წერილი, რომ ეს არ არის ასე, რომ იქ არის ინტერპრეტირებული არასწორად. ბოლოს და ბოლოს ლაპარაკობთ პაულო იაშვილის სახელზე. გამონაკლისზე ლაპარაკობთ მე-20 საუკუნის ლიტერატურაში. თავისი ისტორიით, თავისი ტრაგიკული ბედიღბლით, თავისი დიდი პოეტური სიმაღლეებით. ამაზე ლაპარაკობთ და ჩვენ ჩავაყენეთ არა მარტო უხერხულ მდგომარეობაში, მე მაპატიოს მისმა ოჯახმა ამ შემთხვევაში ოჯახს არ ვითვალისწინებ, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან დიდი ღირსია. პაულოს სახელს ვითვალისწინებ ლიტერატურის ისტორიისთვის. ეს უმსგავსობაა, რაც იყო და ჩვენ არ გამოდივართ და ლაპარაკობთ, რომ ხალი ავანტურისტი იყო, ავანტურისტი კი არა, უმორალო ხალი იყო. ჩვენ ვიცით რას მეძახით ასეთ ხალხს, თუ გლება პირდაპირ. და იცით ის ვეღაცას ხიბლავდა, რაღაც სამი კაცი დროულად ხაგავს, ერთოქშო ისე პანაცლე კაცი, სამი კაცი ერთობა. არა, რა ძანა.